დავარჩმოთ. კარი დავკეტოთ, თორე დაბლა სტუმრიანობა და ხმაური შემოდის. გაუმარჯოს. ვიდეო თვალია გასაწმენდი თუ რა ხდება? რა ფერხართ, როგორ ხართ? საღამო ხანი მოვიდა, თუმცა უფრო ადრე მინდოდა ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ მომელია? რვისაც იწუთია. ქარმა დილით ადრე ხო ჩავწერე ვიდეო და პატარა ხნიანი და მე რა ვიცი. ვეღარ. სტუმრები მყავს დაბლა ეხლა. და სველი თავი. კი დაწერე სველი თავით უნდა დიხარო, მაგრამ არა, სველი თავით მოსვლა რა არის, ცოტათი შევიშრე, რომ ვიღაც არ გაღიზიანდეს სველი თავით როცა მოვდიოდ. ეხლა დაბლა უნდა ჩავიდე კიდე და სანამ დაბლა უეწელი ვიცი რომ ჩავალ, კაიხანი ვეღარ ამოვალ და ვიდეოს კიდე ვერ ჩავწერ, დაბლა კიდე სულ ვერ ჩავწერ ამ წუთას. ხო და წეღან ყავა და დავლია თბილისიდან რომ მოვალ ლაივი მქონდა TikTok-ზე და ცოტა ხანი გავერთე. მე ისა ინტერნეტმა გაჭედა და რავი დავჭი გაღებებული. შუა მე მგონი თამაში იყო თუ რაღაც. ალბათ გადატვირთეს რომელი რაღაც მოქრამა აქვს. წეღან ვარ 800 დეკალს მივარტყი. ხო, ვიყავი თბილისში. ისანზე. ჩავაბარე ჩემი გაკეთებული ქარის ზარი, მაიკო მოგეკითხა აქედანაც და ყველაფრისთვის დიდი მადლობა. არ ვიცი, სიტყვები არ მაქვს. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ბავშვებისგანაც ძალიან დიდი ისევ და მინდოდა რომ ეს ვიდეოშიც გამეჟღერებინა. შემდეგ მე და იონე წავედით მარინაში, შოპ მარინაში, ისანში. არ ვიცოდი რა დამხვდებოდა, არ ვიცოდი როგორი სიტუაცია დაგხვდება, ან ხალხი საერთოდ რამდენი იქნებოდნენ და რა შევარჩევდით. ძირითადად ჩვენ მივედით იონეს უნდა ჯინსის შარვლები. ან ჯინსი იქნებოდა თუ რა ვიცი რა იქნებოდა, არ ვიცი, მაგრამ უნდა შარვალი. ხო და წავედით რა. ავიღეთ ხო, არა რომ შევედით, პირდაპირ არ შეველი არც კაბებისკი, არაფერი, იმიტომ რომ ვიცოდი რა მინდოდა იქ ბიჭების სექციაში, ეგრევე მარჯვენა მხარეს წავედით, რომ რამდენიმე საროჭკა უნდა ენახა და შარვალი. ხო და დავიწყეთ შარვლების არჩევა რა და იონეს ვანახე რომ გავწია რომ ეს ფეშოლკები ხო არის ერთზე დაახლოებით ამ ხელას აკითხზე და სულ გამწკრიებული რა და იონე ვერ დავინახე რომ იბლანდა არ იცოდა როგორ ენახა კარგად რა. გაწევდა გამოწევდა ვერნა. და მე ვიცი ხოლმე რომ შევდივარ აქ და მოვკიდებ ხელს აქედან ეს სულ გავწევ ხოლმე სადამდეც მაქსიმალურად გაიწევა ფეშოლკები და ანუ ვიზუალურად პირველს ხედავ გამოწევ და იმასე ვათვალიერებ ხოლმე და ეგ ვანახე ეგ ეკენი მეკი და მეორე მხარეს გავუშვი. ვათვალიერეთ და ანუ მეთქი რამდენიმე დიდი ზომა ავიღოთ რა, ესე დაახლოებით თვალით რომ რაღაცა და ყოველას სასაცილო იყო, არ ვიცოდით ზუსტად რა ზომა უნდა ამეღოთ. იონს ვული მოიტანე ცოტა კამარი მოუშვი, მეთქი რომ ვნახო უკარა. მეძებ გარშებულ ეს იონიც გარშებულ სალტაზე მეძებ რა ზომა ბავშვის შარვალი ვნახო და რა ჩიკალო ეგ აწერია გაახილე თვალები და ზემოდან ქონდა. ყველა გავახსნე. ხო და ნუ მოკლედ დაახლოებით მაგ ზომის რა დამემართა. ავიღეთ რამდენიმე შარვალი, ავიღეთ მაგ ზომის და რაღაცა დავხედე 35-30 და ნუ მეთქი კაი ახლა 80 ლარში 30-იც რო იყოს, კაი 90 ლარს გადავიდეთ 3 შარვალს ვიყიდით ქორე ხა როგორია 80 ლარი შარშან ერთ შარვალში მივეცი. ხო და ნუ 30-ათაც რო ვიყიდოთ მეთქი 3 30-ებად. ნუ მოსულა. ხო და ამ დროს უკან მესმის კონსულტანტები ხო მან ბევრნი არიან, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მაღაზია ვინც ყოფილა და კუნდან მესმის რა რომ ეს გოგო კონსულტანტი ეუბნება ვიღაცას რომ რაღაცა ფასდაკლებას მოვყარი ყური და ნუტრიალდი რა ნუ ლაპარაკი დაასრულა ამ გოგოს ნუტრიალდი და მეთქი ანუ რა ხდება ფასდაკლება როგორია რანაირია ვისზე ხო თუ რა პროდუქციაზე თუ რა ჩასაცვლელზე მოდის მეთქი ეს ამბავი და
მოკლედო 15 ლარის ზემოთ რა ღილებულებაც აწერიაო, აი 20, 25, 30, 35, ღირსო 15-იო. რას იძახი მე? ეხლა თქვენ ერთი შარვალი მეჭირა 35 ეწერა. ეხლა ამ შარვალს 35 აწერია, შენ მეუბნები რომ ეს 15 ღირსო და კიო დღესაო ფასდაკლება იყო და გუშინაც ფასდაკლება იყო. იონე იკითხავს, იონე მეუთხარი ერთი ხომ მეჭირა შარვალი. სასწრაფოდ დროზე ტაჭკა მოიტო. ხო და გავიქე, წავიდა, მოიტანა ეს და მეთქი ჩაუშვი რა, ერთი რამდენიმე ავუდო, ხომ უნდა გაისინჯო. გასახდელების მეტი რა თან სარკით და რაღაც ძალიან კომფორტულად არის, მოკლედ მართლა მანდ გაკეთებული რა, მოისინჯავ სარკეს ჩაიხედავ რაღაცა, ანუ გასახდელი ესეთი არ არის რა, ესე უნდა ჩაიცოდა დადგე. რომ საკმაოდ დიდი ფართია. 4 კუთხედი. რა ვიცი, ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა ვეძებეთ თუ რაღაცა, ვიპოვეთ რამდენი 7 შარვალი. 7 შარვალი. ხო და ნუ კაი შარვლები მორჩა, ეხლა წამოდი მეთქი, ანუ საროჭკებიც უნდოდა რა. თუ ნახე მეთქი. რამეს თუ ნახავ მეთქი, აი და საროჭკები დიდი არჩევანი სხვა შორის იყო ერთი დახლები, კი არა საკიდი იყო აქედან და იქიდან, მაგრამ სუჭრალაჭრულები და ამას არ უყვარს რა ეგეთი ისინი და ნუ ავარჩიეთ თვალის ზომით, ნუ ცოტა დიდი იყო. როშისავ ქენით, მაგრამ 3 ცალი საროჭკა ავიღეთ. და მეთქი მიდი თუ მაიკებიც გინდა შენი იმით არჩი, მაგრამ ერთი რასაც მოშვებოდი, ესე იგი ვაკვირდებოდი, იღებდა სულ შავ მაიკებს. არა, იღებდა რა, თვალიერებდა. ანუ ხო წევდა ეს ხო გაუწია ისევ და სათითაოდ ვანახები და ანუ იქიდან ვაქცევ ყურადღებას რომ ჭრელებს ახტება რა და მუქ ფერებს სათვალიერებს რა, შავ. აწია შავ, სუსა. აწია შავ. ანუ და განახებს იქიდან ერთი იმით იქე და აუ ეს კაია და შავი რო უჭირავს, უშავი. რავი, შავია. ჯერ პირველი რიგში სასაცილო ის იყო, რომ ესა ცეკვისთვისო. რა ცეკვისთვის ვილო ჯერ გასასვლელად აიღე. ხო და ნუ ერთი შავი, ორი შავი, სამი შავი რა და თან აქ ანუ არ ვეთანხმები. ნუ შავია რა, რავი, კაია, შავია. შავი ხა მეც მიყვარს, მაგრამ სამცალს რო აიღებ შავს სადას. ხო და მოდი მეთქი შევთავაზე. შავი იყოს, კაი. მეც მიყვარს ხა შავი, მაგრამ სუსადა ისინი გაქვს და რაღაცა გაახალისე, იყოს რაღაცა ფერადი, რაღაცა კონდეს, რავი, თუ არა და იყოს სხვა ფერი ახლა რა მოხდა და ნუ კაიო. ხო და იცი როგორ იყო? ხო ვათვალიერებდი, შავს ავიღებდი რაღაცა ახატი, ავწერდი, ანუ იქით რო ყოფილიყო, იქიდან განახებდი. მაღლა წერდი და ნუ დადე, ნუ ემიზომაო, ემი ც აცვია, მაგრამ უკვე ელისკე გადავიდა ეგეთი ზომები აცვია და მაუ მე ხა ემი ვარ, მაგრამ სმოლი ვიქნები რა. ეს ის მე რა არის? რა? აი მე ეს თუ იქ არის. სმოლია, ემია, არა. სლომო არა, ს, м და л და მე x, x-ელები რა. ხო. ნუ მოკლედ ავარჩიეთ 16 ნივთი. და შესასვლელში აწერია იქ გასახდელში 15-ზე მეც ვერ შეიტანთო. მეთქი კაი, მოდი ჯერ შავლები შევიტანოთ. შავლები ავარჩიოთ თქო. ჩაიცო, გაიხადა და მეორე კრუგზე რო წავიდა, მეთქი ეხლა უკვე ისე გადადე რომ რაც არ გინდა ცალკე გადადე უკვე, თორემ ნერვები მიწიწკნებოდა. თან მაგრამ შევდა. ეტო დილთან მქონდა ნაჭამი. ხო და ესე ჩქარად შევიტყვენ გამოვთეთ მაკარონი და გავიქეთით. ნუ გადაარჩია მოკლედ 3 შარვალი. ყველა სასაცილო ის იყო რომ შევტანე 7 შარვალი და მომაწოდა 8. თავის ჯინსი. გადათვალე შვილო, მერვე რა არის ეს იოადე, რა ვიცი, შვილო. ტრუსიკით იყო მოყვედი შეკაიადები. უი. ან თავის ხო იქ და კიდე ეგეც მომაწოდა.
ნუ მოკლედ ავარჩიეთ აქედან 3 შარვალი და ეხლა დადგა ჯერი მაიკები ქონდა სუშავები. სხვადასხვა ნახატით, რაღაცებით. რავი, ზოგი ცეკვისთვის აიღო, ზოგი გასასვლელად, რაღაც. ხო და ერთი სიტყვით. იმეებს ჯინსებს ეწერა 30, 35, 25 ან 15-იანი არც ერთი არ იყო ისე. ეხლა ნახავ. არა, თუ 15-ით. ნუ მოკლედ ფასები ჯერსებზე და წერია, მაგრამ ყველაფერი გითხარს, ეს არის 15 ლარი და. მაიკები ღირდა 10 ლარები, ყველა 10 ლარი ღირდა და ნუ რო გადავთვალეთ მერე და რაღაცა იყო 95 ლარის. წარმოიდგინე ახლა 95 ლარში ყიდულობს 3 ჯინს ახლები როგორ აი ყველა დეტალი დავათვალიერე და ერთი ნაცვეთობა არ აქვს და რავი ახალია თუ მეორადია მე მიიღირს. იმიტომ რომ შაშა რაც უყიდე ეკულა დაუპატარავდა და ძალიან რა ვიცი 80 და 90 მივცე და ერთ თვეში ვერ ჩაიცვას. რაღაცნაირად იზრდება, რავი, ჰალკია ეს კიდე. ფეხი აღარ, ფეხზე დავისვენი, ანუ შაშადელის მერე აღარ მიყიდი, მართლა. ფეხზე დავისვენი, ფეხი აღარ ეზრდება. აი სამასაც ჩავჭედამ რა და. ხო და მაიკებსაც ესე წერა და ნუ გადავთვალეთ 94 და რაღაცები, ნუ 95 ლარი. და პერანგები დავაბრუნეთ, პერანგები დიდები იყო, ვეღარ ვნახეთ ეგეთი ზომის. ანუ სულ ჭატაჭუტები იყო რა სიტყვი და რაც სადა იყო არ იყო ამის ის ზომა და მეთქი ნინო ხო უნდა წამშორენ, ნინო უნდა წამოვიყვანო. და მაშინ მას ვიდა იოანესაც კიდე თუ ისინი იქნება საროჭკები რა აურჩე. მე ხო ვიცი ხარა ზობეც არა. ხო და ესა ვიყიდეთ 3 მაიკა, 3 შარვალი, რაც არჩია, კაი, ხო ხა ჯინსი ერთი გააქვს. 3-ც ვიყიდე, კიდე რაღაცა აქ აი ჯიბები ან რაღაცა ხო სამხედრო შარვლები იყო ხოლმე მანდ და მეთქი თუ იქნება ერთი, აი რაც არ ვიყიდეს, ერთს მაინც ვუყიდით ხო. ერთი ცალი რო ვიყიდეს 80 ვიყიდით ხო. აი მაგრად მიყვარს ბიჭები გაცვია და პატარა ზომები იყო. არა და წინაზე ვნახე და მაგასაც ვიცი რომ მოწონს და უცილებლად ვუყიდი. და ვიყიდეთ 6 მაიკა მე მგონი თუ 5 მაიკა 6 თუ 5 რა ვიცი ხა განახებს და 95 ლარის მივიტანეთ და კიდე დააკლეს ფული და თლიანობაში ეს ყველაფერი ვიყიდეთ ერთი შარვლის ფასად 80 ლარად ძალიან გამიხარდა და ძალიან მართლა ეხლა განახეთ არ ვიცი თქვენ შეაფასეთ ეხლა ეს შუქი დაბალია ეხლა თუ ერთი წამ ეს წავიდები. აი ეს შვილო ძილს ვერ რაღაცა მაწუხებს. ეხლა ნახოთ. ეხლა უნდა გამევლო ესენი რა და ისა. აი დაწყდა. ეს არის ყავისფერი მაიკა, აი საერთოდ ნაცვეთობის ნასახი, აი არ ვიცი, საერთოდ არაფერი არ აქვს, აწერია 10 ლარი. არ მომიხსნია ჯერ ისენიც. არის ყავისფერი და ახატია ესეთი ის რა, არა ვიცი, რა ხატია. ვოტო. ეს მეაუჩი სოციალზე და ძალიან მომხდა. ეს მეგონი მეც მეხდება გო. აი, ხო დავიღალე ესეთი რაღაცა. აი, მაისურში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რატო? იმიტომ რომ არის ფართე და ეგ. ხო და ესეთი რაღაცები მეც რატო არ იყიდო? ქალვით 3 ცალი რო იყიდო. ფართე ძალიან კარგია რა. მე მგონი ივანეს ეს არ ხდებოდა. გოგო არ ხდებოდა არა და აშკარად ივანეს არა. თმებინა. მე ყავისფერი ძალიან მიხდი. აბა მოიხდა. გოგო რა გულკარგად ამაკ. მეც ემი ვარ. კი არა და მე ემი ვარ. აი ეს ემია, მე რა ვიცი. მე ესეთი მაიკები მეც უნდა ვიყიდო. აი ძალიან კომფორტულია რა. ძალიან. ჩაიწიე, გადაიწიე, გადმოიწია ფერი გიჩანს. ეხლა ვნახოთ რა ზომა ეს. ემია, გოგო, იმიტომ ივანეს აშკარად პატარა იქნება. ეს მართლა კაი. 100%-ით კოტონია, რა ვიცი, რამდენად დასაჯერებელია, მაგრამ მართლა ეგ არის, სადღაცას ეწერა. ყველას.
ეს ის შავია 8 წია და შავი იყო და რაღაცა მე ცეკვისთვისო სრულიად ახალია ოღონდ მართლა ხალხნო და ეხლა ვნახოთ აბა თუ არის ამა XXL-იო სისულელი არანაირი XXL-ი არ არის კოტონი 100% კოტონი ხო ბამბას ნიშნავს ოღონდ მართლა მაგარია ხალხო აი რა ხარისხი კაი რა მირჩენია ეს ნახეთ სულ ცინცხალია და ტელეფონია ხო ბარბარის თუ რავი რა არის ხო რა ტელეფონის ის არის და ბერლინი აწერია ეხლა დავაკვირდი ხალხო ამას გასასვლელადაც რა ვიცი თვითონ გადაწყვეტავს ცეკვაზეც თუ იმათ აი ეს უნდა და დიდი ზომის მაისური რატომღაც არ ვიცი და ესეთი არჩია არის რამდენად ეტყობა ღია რაფერია ეს ბარბარე ცისფერი არ არის არც მწვანეა რა ვიცი და აქ აი თეთრი როგორც ხო ეტყობა აი როგორც კვირწლები მაგრამ ანუ თავისია რა სუმთლიან მაისურზე ეგეთი არის ძალიან აი სხვა შორის არის ესეც ბამბაა 100%-ით თან და ესეც ძალიან მოუხდა ძალიან სადაა და რაფერია თქვენ გადაწყვეტეთ ოღონდაც ეს მეგონა რომ არ აიღებდა სიდამძვილეში რო დავანახე მეგონა რომ ეტყოდა რომ არაო და რა გაიჩადეო ძალიან საყვარელი მაიკა არა ვეტყვი გავრეცხა და ვეტყვი ივანე თუ არ გინდა შვილო შენ ამას მეც ჩავიცნებ საგარეოდ ხალხო ოღონდ მართლა მე ესეთი მაიკები აშკარად შემიყვარდა შავი რო ვიყიდე იმისი ნუპაგაძი კი არა კაცო რა ეხატა მიკი მაუსი რო ხატი მინი მაუსი რო ხატია ძალიან კომფორტულად გრძნობ იმაში თავს მაგრამ ის არ არის ბამბა არც უთქავს დიდად ესენი ყველა აი რა ვაკვირდებოდი სპეციალურად და მაები 1.5 მაიკა უნდა ვიყიდო გასასვლელად ხო ამაზეც დავანახე ივანე ეს გინდა თქო და მე მეგონა იტყოდა რომ არა და ეს ამაზეც მითხრა ეს იქნება ცეკვის მე მგონი დაშლილი ბურგერია მართლა კაია ოღონდ მართლა ესეც ემია ჩემთვის მიყიდია ესეც შავი ოღონდ სხვა ნახატით რა თქმა უნდა სრულიად ახალია ესეც ხახნო აი ესეთი რაღაცა რო ბაზრობაზე იყიდო განა რა ვისაც სადუნა იქ იყიდის მაგრამ ადამიანება ესეთ მაიკაში როგორიც არ უნდა იყოს მით უმეტეს მიყიდია პირველი მეორე მესამე გარეცხვა და აი ასე მიდის ხოლმე აი ესე ხუას აი ესე მიდის ხოლმე მე უნდა კაჩო რო გასწვდეს აი რაც მე იქა მაქვს ნაყიდი და მეორადებში და მიტრაში შიფს მიტრაში ყიდულობდი მეორადეს და მეც ვყიდდი აი თავს ავდებდი მაგის ხარისხზე ისევე ვარ აქ ეს ის არის მე მგონი კუნინძა კი არა და რა ქვია ბარბარება მანქანები როა რობოტები რა ქვია გოგო მაგ ხან მანქანა როა და ხან კაცი რაც არის ხო მივხვდით რა ეს რამდენი ცალი იყო მაიკები მოვჭი სადაც 1 2 3 4 5 და 6 მაიკა ყველას ეწერა 10 15-იანი ყოფილა ხო ჯანდამეთ აი ეს მე ვუჩე 15 ქალო დახედე და მე ეს უთხარი ბავშვს და ბურგერი ეს 20 რა თვალები სადა გქონდა შვილო რო ყიდულობდი ამა ეს 15-ად გაგვიტარებდა კი მართალია იმიტომ რომ 15-ზე ზემოთ რაც იყიდებოდა ყველა იყო მაინც 15 ლარია არა აშკარად მართლა მაგარი ხარისხია კაი ხო ორი მაიკა 15-ად მაგრამ იქაც დაგვიკლო რა 10-ად გაუშვა უეჭველი ესეც 10 ღირს ისიც 10 ღირს ანუ დააკვირდით რა ფასებს რო არ გაგექცეთ 35 ლარი 35 ლარიანი ჯინსი 15 ლარად ერთი მოეწონა მაგრამ ზმეიკის ელვაშეს მოდის სეცკურა ფილაფრაკო ელვაშეს აკრავის მაგივრად ქონდა ღილები და აუესთიო ძალიან მომიწონა მაგრამ არ მინდა რა ამის გამო არ მინდა ოდნავ განიერი აქვს მაგრამ აი ამ ტოპების გამო იყიდა
პირველი რაც ვამოწმებდი, უკანა მხარეს, აი უბის მხარეს უნდა შემოწმდეს ჯინსი. ეხლა განახეთ და თქვენ ნახეთ რამდენად ნაცვეთობა აქვს. საერთოდ აქვს. საერთოდ. ძალიან მაგარი ხარისხია და რა ვქნა. ამებს გავრეცხავ, გაისინჯავს და მე დავიწყებთ შემოჭრას. ეს 35 ლარიანი ჯინსი 15 ლარი. სხვაებს ფასები არც დამინახე, იმიტომ რადგან თქვა რომ 15 ლარებში ყველაო, მე უკვე აღარ მაინტერესებდა, იმიტომ რომ უეჭველი ვიცოდი რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, მე 15 ლარით მივიცემ. აი ეს არის 15-ია. ეს არის ელვათი. ეს ცოტა ღია არის აი ესეთი. და იგივენაირად აი ეს აქვს სრულიად ახალი. და აი ეს უკან აი დაჯდომის დროს რაღაც ხო იქექება ჯისი, არა. ძალიან მაგარია ესეც მომა. ესე 15 ყოფილა. ანუ იმეებს ყველას ისინი ეწერა. რა ქვია? 35-ები რაც დავალაგეთ მე. ეს რაღაცა სხვა სტილისაა ცოტათი. ჯიბე და ქარგულივით უბერა თქმა უნდა. ესეც განიერი. ანუ როგორი ტანი აქვს ციოანე ეს? ფეხებზე არ უყარს რომ მოტკეცილად აცვია. და იმის შესაბამისად რომ წელში ცოტა დიდი აქვს. ხო და მაგიტო ვეძებეთ და ავაჩეთ 3 ჯინსი და თვითონ უკმაყოფილია ეს თავარია და თვითონ უკმაყოფილია მე რაღაცა უნდა ვიყო უკმაყოფილო, მაგრამ აქედან ვფიქრობ რომ ერთი მაიკა ხო ამებს რო გავრეცხავ და გავაუთო და გავუმზადებ, მე უკვე გარდირებში რებიც უკიდია, იმეებს გადავახარისხებ. ეხლა რაც აცვი, ისინიც კარგი მაიკებია. რა თქმა უნდა, შარშანდელები არის, სულ ახლები გამოგზავნეს და ძალიან მაგრად ხმარობს. მაგრამ აი რაღაცა 1-2 წელია რო აქვს და რაღაცა მაგებს ნახავ. არ გადავყრი. სამსახურისთვის შევინახავ მე. იმიტომ რომ ეხლა ზამთარი მოდის და სამსახურში იმდენი რამე გვაცვია ხოლმე ზედ, იმიტომ რომ იქ გათბობა არ არის. ღია გვაქვს ყველაფერი, წყალში დავფუდარავთ და დამჭირდება. იმიტომ რომ ხარ რაღაცაა და ვისველებთ და ამიტომ 2-3 ხელი მაინც და შეიძლება იმდენჯერ ხშირად დასველდეს წყალთან რო გაქვს, რომ ანუ შანსი არ არის. ვერ დატოვებ ეგრე რა, მაშინ უნდა გაყვეთან იმ წყალს და იმ სამსახურს და ჯობია რომ გქონდეს 3-4 გამოსაცვლელი. აი ეს არის ჩემი ნაყიდობა შოპ მარინაში, მართლა ყველას გიჩვენებთ. არ ვიცი, მე არ ვიცი როდის რა არის ფასტაკლება და რაღაცა ფასტაკლების დღესაც აღმოვჩდი, უფრო ადრე, უფრო დაბალი ფასები რო იყო, მაგ დროსაც ვარ ნამყოფი, აი იმ დროსაც ვართ მე და ბარბარე ნამყოფი, გეგონება ძაბრში ჩაყარეს ხალხი და ისე შეყარესო. ახალი კოლექცია რო იყო და მე რა ვიცოდი რა ახალი კოლექცია, მივედი უბრალოდ და თან მეთქი 9-ზე მივალთ და მალე გამოვალთ და რაო, ვაიმე საგიჟეო, ხალხო არც ყურებდა, ანუ ისინი იყვნენ რა ვინც ყიდნენ, არც ყურებდნენ რა სიღებდნენ. მე კიდე ვიდექი შუაში და ერთი კაბავერი ვიყიდეთ. არა ვიყიდეთ, უბრალოდ ვერ ვიყიდეთ. ხო და რა ვიცი, ერთ სიტყვით ძვირად იმ პერიოდში ახალი კოლექცია რო 40 ლარამდეც და 35-40 ლარით ღირს კაბები. რა თქმა უნდა, ეხა ვიცი კატეგორიებით, კრემ კატეგორია და ახალია სრულად და შესაბამისად ფასიც კარგი აქვს. მე რეგენ ციკლებს. ხო და ყოველ შემთხვევაში, როდესაც სახში რომელ დღესაც არ უნდა მიხვიდე, ფასტაკლების დღეს თუ იმის დღეს თუ ამის დღეს, ანუ იმ სასურველ ფასად მაინც ნახავ იმ რაღაცა ნივთს. არ არსებობს ხალხო ბაზრობის ტოლა მაღაზია, რა ვიცი, როგორ ვერ იპოვეთ. წავედი ახლა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. Bye bye.